ამერიკის პრეზიდენტმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს განაცხადონ უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროების შესახებ. ამერიკული საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში უცხოური თანხების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკელი სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან, აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში. განწყობილებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში. მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაასაჯაროონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს, წერს ჯიმ რიში. სანამ სხვის გამჭვირვალობაზე დაიწყეს ხელისუფლება საუბარს, ჯერ მინიმალური სტანდარტია, რომ მისი გამჭვირვალობა აჩვენოს, იმიტომ რომ მე და თქვენ ვუხდით მათ ხელფას ჯერ კიდე, მაინც მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურები არიან. ჯიმ რიშს აქვს მის სახელმწიფოში ფუფუნება, რომ როდესაც რეალურად მიდის გამჭვირვალობაზე საუბარი, მათი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ემსახურება გამჭვირვალობას და ქართული ოცნება ამ კანონებს რომ იღებს, გამჭვირვალობას კი არ ემსახურება თავად გაუმჭვირვალე ხელისუფლება, არამედ ემსახურება კონკრეტული ადამიანების რეპრესირება. პრეზიდენტმა ტრამპმა ორ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, ერთი ეხება უნივერსიტეტებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას და მეორე ასევე ეხება საარჩევნო კამპანიის დროს ასევე დაფინანსების აღზალვას ქვეყნის გარედან და წარმოიდგინეთ, რომ ამერიკას სულ დგას გარეჩარევების პრობლემა, მათ შორის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიის პერიოდში წარმოიდგინეთ, რომ ხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვიცნეთ, მათ შორის ბატონი რიშისგან სულად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებაში აფიქსირებდნენ და როგორ შეიძლება ის, რაც კარგია მნიშვნელოვანი ამერიკისთვის, არ იყოს კარგი და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. სამოწორე გამორმა სტანდარტზე საუბრობდით მოდივად ჩვენ და კარგია, რომ ახლა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომელიც ერთ-ერთზე იმეორებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც თავის დროზე ჩვენო ქვეყანამ მიიღო, ან ახლა მივიღეთ ახლოს წარსულში ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესები არის უმთავრესი და ბატონი რიშის თუ სხვა სენატორების განცხადებები დღესაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინტერესები არის უმთავრესი.